ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი დაიწყება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხს ემსჯელებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს. სუსის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებიდან ამოიღეს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საბრძოლო მასალა, ელექტრონული მოწყობილობები და ფული. ჩვენ ახლა საქალაქო სასამართლოსთან ნათია მღებრიშვილს ჩართავთ. პირდაპირ ეთერში ნათია აღიარებენ თუ არა დანაშაულს დაკავებულები და ესწრებიან თუ არა თავდისინის პროცესს. დაკავებულები საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ზომებით შემოიყვანეს. შენობაში რაც შეეხება სასამართლო პროცესს უკვე დაწყებულია, იცით რომ საქმე არის გრიფირებული და შესაბამისად პროცესი დაიხურა. ხდომის დაწყებამდე კომენტარები ჩვენთან მხარეებს არ გაუკეთებიათ. ცნობილია ის რომ სავარაუდოდ პროკურატურა მოითხოვს ორივე მათგანის აღკვეთ ღონისძიებას პატიმრობაში დატოვებას. შეგახსენებთ რომ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ტერორიზმის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე ჩაატარეს. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და მათი მხარდაჭერის საქმის ფარგლებში დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო მასალა, თანხა და ელექტრომოწყობილობები. შეგახსენებთ რომ პროცესი უკვე მიმდინარეობს, ესწრებიან ბრალდებულებიც, მათი დაცვის მხარის და პროკურატურის პოზიციები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მადლობა ნათია მღებრიშვილი საუბრობდა საქალაქო სასამართლოდან კურიერის პირდაპირ ეთერში. 22 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბელორუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ნანა გოგატაძე მუშაობს თემაზე, ის კურიერს უერთდება. ნანა, დეტალებს ველოდებით ჩვენგან. თამარ, დავიწყოთ იმ ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გავრცელა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვა განახორციელა და ამ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში კარგად ჩანს თუ როგორ ასაღებენ პირები ნარკოტიკულ საშუალებებს და სანაცვლოდ იღებენ თანხას. ვიცით რომ დაკავებულია 22 ადამიანი, მათ შორის 12 არის ნარკორეალიზატორი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე წარსულში ნასამართლები პირები. ბუნებრივია ჩატარდა ჩხრეკაც, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე და დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, ამფეტამინი, ექსტაზი, ალფა-პივიპი და სხვა. ასევე ამოღებულია თანხა, რომელიც სავარაუდოდ ამ ადამიანებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიიღეს. ნარკოდანაშაულის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. მადლობა ნანა გოგატაძე იყო კურიერის ეთერში. ინტენსიურმა თოვლამ და ლიპყინულმა პრობლემების შექმნა რამდენიმე რეგიონში. ამ დრომდე შეზღუდვებია ვაზიანი გომბორი თელავის დამაკავშირებელ გზაზე. თელავში გაჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, ზოგიერთ უბანში შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდებაც. რთულ მონაკვეთებზე მობილიზებულია ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ჩვენ ახლა კახეთს და ნათია წითელაურს ჩავთვალთ. პირდაპირ ეთერში ის უფრო დეტალურად მოგვიყვება რა ხდება რეგიონში, გისმენთ ნათია.
დიახ, მეორე დღეა უამინდობა კახეთში დიდ თოვლობამ პრობლემების შექმნა რეგიონის მასშტაბით არ მუშაობს არც ერთ მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი. გარდა ამისა, ქალაქებს შორის დამაკავშირებელ გზაზე შეფერხებულია სამანქანე მოძრაობა, რაც შეეხება ვაზიანი გომბორი თელავის დამაკავშირებელ გზაზე. ამ მონაკვეთზე არის აკრძალული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა და ამ მიმართულებით მუშაობს მძიმე ტექნიკა იმისთვის, რომ დროულად მოხდეს გზის გახსნა. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, უხმანალექმა ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტში აბონენტები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყველა სამსახური არის 24 საათი მობილიზებული იმისთვის, რომ მოხდეს უხმანალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების დროული მოგვარება. რაც შეეხება რთულ მონაკვეთებს, რთული ვითარებაა თელავშიც, სადაც ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა არის შეფერხებული, თუმცა როგორც გითხარით, აქაც იწმინდება გზები იმისთვის, რომ დროულად იქნას პრობლემები მოგვარებული. გუშინ გვიან ღამით შესაბამი 8 მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური გასული იყო გარეთ, სადაც მიმდინარეობდა თოვლის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა. თელავი, გომბორი, ვაზიანის, უღელტეხილის, ვერონა, თელავის დამაკავშირებელი გზა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რჩება შეზღუდვად ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. აღსანიშნავია, რომ სიღნაღის, გურჯაანის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები და ეტაპობრივად მოხდება შესაბამის სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება შეჩერებულია, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა. 2 დღის განმავლობაში გადაუღებლა თოვს, ამის მიუხედავად მერიის შესაბამისი სამსახური ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, იყრება ტექნიკური მარილი, ტექნიკით იწმინდება სავალი გზა. ამ ეტაპზე დროებით გვაქვს გაჩერებული მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით. გუშინ გვიანობამდეც მუშაობდა ტექნიკა, დღეს დილიდან ასევე განახლდა გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ ამინდიდან გამომდინარე დროულად იქნება გაწმენდილი სავალი გზა და მუნიციპალურ ტრანსპორტს და ასევე მოსახლეობას ექნება უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება. როგორც საქართველოში, ასევე კახეთის მასშტაბითაც რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია უამინდობა და უხმანალექი, თუმცა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში გვეუბნებიან, ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ყველა შესაბამისმა სამსახურმა იმუშაოს შესაბამის დროს და დროულად მოაგოროს ის პრობლემები, რაც შესაძლოა გამოიწვიოს უამინდობამ. მადლობა. კახეთიდან ნათია წითელაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თითოეულობამ პრობლემების შექმნა უნის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით გაიწმინდა როგორც ცენტრალური და ასევე შიდა გზები სამუშაოები ჩატარდა 4 სოფელშიც. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. თითოეულობის გამო უნის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური საავტომობილო გზის, ასევე შიდა სასოფლო გზების თოვლტვენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის თოვლტვენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სხვადასხვა თემში, მათ შორის მიმდინარეობს სოფელ უწერაში, ღებში, ჭიორაში და გლოლაში. თოვლტვენდითი სამუშაოები საჭიროების მიხედვით გაგრძელდება. კიევსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება გრძელდება. ტრამპის შემდეგ ზელენსკის მწვავე აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და სახელმწიფო მრჩეველმა. ორივე მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტს ტონის დაწევას და ამერიკის შეთავაზებებზე უპირობოდ დათანხმებას ურჩევს. ზელენსკი მზად არის ხელი მოაწეროს ამერიკასთან შეთანხმებას წიაღისეულზე, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ისევ ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებზეც ამერიკამ მას უარი უთხრა. პარალელურად ტრამპთან შესახვედრად ემზადებიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები მათი დღის წესრიგის მთავარი თემაა. ლიკა ალელიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა კურიას შემოვერთება, გისმენთ ლიკა. თამარ, დამატებითი განცხადება თავად დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ აღარ გაუკეთებია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის 47 პრეზიდენტის ადმინისტრაციის თითქმის ყველა წამყვანმა პირმა გააკეთა კომენტარები და მისცა რჩევები უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან ურთიერთობაში. ყველაზე ნაკლებად მწვავე განცხადების ავტორი აღმოჩნდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ. თქვა, რომ ტრამპი ძალიან განაცხენებულია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მის მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადებების
გამო, როდესაც ის ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს საკმაოდ კონტრპროდუქტიულია. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა სწორედ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. ყველაზე მწვავე განცხადებების ავტორი კი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსმა მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკის გაახსენა, რომ შტატების გულუხმობის გარეშე ახლა უკრაინა საერთოდ ვეღარ იარსებებდა და ამასთან ერთად ჯეიდი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, რომ მადლობა გადაუხადოს დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებების გამო. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე. ის მზადაა მშვიდობისთვის იმუშაოს და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც კონტრშეტყობინებებს აგზავნის. გულწრფელად რომ გითხრათ, მეც პირადად ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად ძალიან კონტრპროდუქტიულია. პრეზიდენტი მზად არის საქმე ამ ომის დასრულებისკენ წაიყვანოს. წარსულში მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა მხარის ერთდროულად მოწვევა არ მუშაობდა. სწორედ ამიტომ ჩავრთეთ ერთი მხარე, მეორე მხარე და შემდეგ გვექნება პროცესი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით წინ წავა. რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების გულუხმობა მისი ქვეყანა ვერ იარსებებდა. ასე რომ თქვი მადლობა, თუ არ ეთანხმები დონალდ ტრამპს, აიღე ტელეფონი, დაურეკე მას ან რომელიმე ჩვენს დიდებულ დიპლომატს. მედიატორით ნუ გაემგზავრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ცუდად ნუ ილაპარაკებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე. ეს შეურაცხმყოფელია მისთვის, ჩემთვის, ამერიკელი ხალხისთვის. გარდა ამისა, ეს სულელური ქცევაა. უკრაინისთვის ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა ყოლოდა ამერიკის შეერთებული შტატები როგორც თანაინვესტორი ეკონომიკაში და მის რესურსებში, ყოლოდა ნამდვილი პარტნიორი მომავალში, რომელიც გახდებოდა უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია. იმის გათვალისწინებით, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა, მათ უნდა დაუწიონ ტონს, ყურადღებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი სურვილი, რომ შევცვალოთ დახმარების ხასიათი, არ შეიძლება ვინმეს წყინდეს. ამ განცხადებების ფონზე ვიცით, რომ უკრაინაში იმყოფებოდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში გენერალი კიტ კელოგი, რომელსაც გუშინ შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი იყო პრესკონფერენცია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პრესკონფერენციის გამართვაზე უარი ბოლო წუთებში განაცხადა თავად კიტ კელოგმა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეო მიმართვა ისევ გაავრცელა გუშინ გვიან ღამით და ვოლოდიმირ ზელენსკი მისაუბრა სწორედ გენერალ კელოგთან შეხვედრის დეტალებზე, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ამ მოლაპარაკებებმა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან მას იმედი გაუჩინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით. გენერალ კელოგთან ჩვენმა მოლაპარაკებებმა იმედი გააჩინა. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მყარი შეთანხმებები გვჭირდება, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. მე ამ მიმართულებით სწრაფად და მიუკერძოებლად მუშაობის განკარგულება გავეცი. ეკონომიკის და უსაფრთხოების ინტერესები ყოველთვის თანხმდრაში უნდა იყოს. მნიშვნელოვანია შეთანხმების დეტალები, რაც უფრო კარგადაა შეთანხმებული დეტალები, მით უფრო კარგია შედეგი. ჩვენ გენერალ კელოგთან ფრონტის ხაზის შესახებ ვისაუბრეთ და იმაზე, რომ საჭიროა ყველა ჩვენი მძევალი გავათავისუფლოთ, რომელიც რუსეთში ჩებიან. გვჭირდება სანდოდ და მკაფიოდ განსაზღვროთ უსაფრთხოების გარანტიები, რათა ომი აღარ განმეორდეს და რუსებს აღარ შეეძლოთ ადამიანების სიცოცხლის გათელვა. ჩვენ ყველას მშვიდობა გვჭირდება, უკრაინას, ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში. ვაშინგტონიდან გაკეთებული მწვავე განცხადებებით ისევ შეშფოთებულია ევროპა. დამატებითი კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ჯერ კიდევ 2 დღის წინ შესთავაზა დონალდ ტრამპს, რომ ის ჩავიდოდა ამერიკაში და ქონოდა მასთან შეხვედრა. მაკრონმა უკვე დამატებით ვიდეო მიმართვაში ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელზეც ლაპარაკსაც აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტთან. საკმაოდ მწვავე განცხადებები დაანონსა ემანუელ მაკრონმა. უნდა დაველოდოთ ამ შეხვედრას, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება თეთრ სახლში და გავიგებთ უფრო მეტ დეტალს, სულ პასუხებს მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკელი კოლეგისგან. ასევე განცხადება გააკეთა დამატებით გერმანიის კანცლერმა, როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, ის ამტკიცებს, რომ და ცდილობს დაუმტკიცოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს ომი ზელენსკის არ დაუწყია.
Et puis toi qui veux que მე ვაპირებ დონალდ ტრამპს ძირითადად ვუთხრა, თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ სუსტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინაშე. ეს არ არის თქვენს ინტერესებში. როგორ შეგიძლიათ მაშინ იყოთ სანდო ჩინეთის პირისპირ, თუ თქვენ სუსტი ხართ პუტინის წინაშე. როგორ ახსნით, რომ ჩინეთს არ აქვს ტაივანის დაპყრობის უფლება და რუსეთს უნდა ჰქონდეს უკრაინის დაპყრობის უფლება. აი ამას ვეტყვი მას, ასევე ვეტყვი მას, რომ მის ინტერესებშია ამ მომენტში ევროპელებთან მუშაობა. ზელენსკი არის თავისუფალი სისტემის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ეს არ არის ვლადიმერ პუტინის შემთხვევა, რომელიც კლავს თავის ოპონენტებს და დიდი ხანია არჩევნებს აყალბებს. უკრაინა არ არის ომის დაწყებაში დამნაშავე. ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას. უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში იყოს დემოკრატიული, სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამისთვის ჩვენ ევროპაში და ჩვენი საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური პარტნიორები ვიზიარებთ პასუხისმგებლობას. ემანუელ მაკრონთან ერთად დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც რამდენიმე საათის წინ თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპელ ლიდერებს მომდევნო კვირაში ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 24 თებერვალს კირ სტარმერს უმასპინძლებს, ხოლო 26 თებერვალს კი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. Adloba Lika Aleliშვილი საუბრობდა კურიერის ეთერში. ზელენსკის მოყვანილი ციფრები საკუთარი რეიტინგის შესახებ არასანდოა წერს სოციალურ ქსელში მასკი. ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტატიას აზიარებს. ზელენსკი უკრაინელ ხალხს ნამდვილად რომ უყვარდეს ის არჩევნებს ჩაატარებდა. მან იცის, რომ სრული კრახი დამარცხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს უკრაინის ყველა მედია საშუალებას. სწორედ ამიტომ გააუქმა არჩევნების უკრაინელ ხალხს რეალურად სძულს, წერს მასკი. დონალდ ტრამპის კრიტიკულ განცხადებებს კიდევ ერთხელ აფასებენ თბილისში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ერთმანეთს ემთხვევა ქართული ოცნების და ამერიკის პრეზიდენტის პოზიციები უკრაინაში ომის თავიდან აცილების საკითხზე. ტრამპის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო სახელმწიფო გუნდი ოპონენტებსაც აკრიტიკებს. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ტრამპი და ზოგადად ეხლა მთელი ევროპა ჩართულია ახალი უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, არქიტექტურის შექმნის პროცესში და ამ პროცესის ევროპისთვის, რა თქმა უნდა, ესე როგორც მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში როგორ, რანაირად ჩამოყალიბდება, ეს არავინ არ იცის. ამ მთელ, ასე ვთქვათ, პროცესის კომპონენტებში, რაც დღეს ქართული ოცნების პროპაგანდა იყენებს, ერთადერთი რაც შეიძლება გავასკვნოთ და შევაფასოთ, არის რომ აი წყალწაღებულები რომ ხავს ეკიდებოდნენ, ესენი ტრამპს ეკიდებიან. ძალიან კარგად გვახსოვს, სწორედ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათთან აფილირებული პირები, იქ ინაუგურაციაზე ჩასვლის იმიტაციით იყვნენ ერთგვარად დაკავებულნი და გარკვეულ ცოცხალ რიგში იდნენ, ხოლო დღეს უკვე, როდესაც მათ აღარ მოსწონთ განცხადებები, თურმე აქ რაღაც საქმე გქონია რუსულთან, თუ ზოგადად ისეთთან, რომელიც ცდილდება გარკვეულ დემოკრატიულ სტანდარტსა და მიდგომებს. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ამჯდომარე სიტყვით გამოვიდა ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე. ლევან მახაშვილმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე ისაუბრა. დეპუტატმა უპასუხა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მომხსენებლის კარინა უდებრინკის განცხადებასაც, რომელმაც არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები ახსენა. საქართველოში პირველად ჩვენს ისტორიაში გამოვიყენეთ სმარტმატიკის ელექტრონული აპარატები ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, ხმის მიცემის დათვლისა და საარჩევნო ოქმების შეჯამებისთვის, რაც ამომრჩევლების 90%-ზე მეც მოიცავდა. ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ არსებითად შეამცირა ადამიანური შეცდომები და პრაქტიკულად აღმოფხვრა რამე სერიოზული საარჩევნო დარღვევები. მაგალითად, 2024 წელს საქართველოში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია, ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით. მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო ორივე მიმართულებით აქტიურად იმუშავებს, რათა გააუმჯობესოს როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებრივ და მედიის სფეროებში. მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის დაინტერესებულ წევრებთან, რათა შევისწავლოთ ამ მიმართულებებით თქვენი საუკეთესო გამოცდილება. და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო კომიტეტის ანგარიშის რაპორტიორს ქალბატონ ოდებრინგს. ვიდრე სიტყვებს პოლიტიკური რეპრესიები გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული, რადგან მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ პოლიციელებს და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. თითოეულ მათგანზე არსებობს კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეომტკიცებულებების გაზიარებისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო ჰორმონულ და სხიური თერაპიის დროს ჩასატარებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. აქამდე ამას სამედიცინო დაწესებულება თავად ადგენდა და ხშირ შემთხვევაში ტარიფები განსხვავებული იყო. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. პრაქტიკულად ერთგვაროვანი უნიფიცირებული უნივერსალური მომსახურება განხორციელდება ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რაც გულისხმობს პრაქტიკულად მინიმალური, ასე ვთქვათ, პაკეტის განსაზღვრას, რა აუცილებელი პროცედურები იქნება განხორციელებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ეს ახალი მოწესრიგება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის არსებობას, ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საიმისოდ, რომ აბსოლუტურად ცხადი იყოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კარგად პროგნოზირებადი და დაგეგმვადი იყოს ამ სერვისების მიწოდება. განსახორციელებელი პროცედურები და ყველაფერი ეს დარეგულირებული იქნება ამ ახალი ნორმატიული აქტების მეშვეობით. აი სირთულეები, რომელიც ახლდა თან აი ამ არამკაფიო, არაცხად რეგულაციებს შეიძლება სწორედ ეს განაპირობებდა გარკვეულ სირთულეებს ანგარიშწორების თვალსაზრისითაც ეს პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ გადაჭრილი და გადაწყვეტილია, ჩვენ შევთავაზეთ სამართლიანი პირობა მთლიანად სექტორს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აისახება მათ საქმიანობაზეც და ამ ურთიერთობების უფრო სწორად მოწესრიგებაზეც. საპენსიო სააგენტოს მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს დეპუტატებმა. ჯანდაცვის კომიტეტში მოხსენებით წარსდგა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. გიორგი ჭიჭინაძემ კანონმდებლებს 6 თვიანი ანგარიში გააცნო. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სანგარიშო პერიოდის ბოლოს საპენსიო აქტივების ჯამურმა წმინდა ღირებულებამ 5 მილიარდ 321 მილიონ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა სამმა პორტფელმა, კონსერვატიულმა, დაბალანსებულმა, დინამიკურმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. საპენსიო შენატანების ადმინისტრების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 6124 დამსაქმებელი და გაწერიანებული იქნა 114177 დასაქმებული. პენსია გავეცით 10000 მონაწილეზე. რეაბილიტაცია ჩატარდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვაშლევის სკოლას. 150 მოსწავლეზე გათვლილი დაწესებულება განათლების მინისტრის მოადგილემ გახსნა. სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. პროექტი 2.300.000 ლარი დაჯდა. გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სკოლა, რომელიც სრულიად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. მე მინდა მიულოცო პირველ რიგში ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სასკოლო პერსონალს და სამომავლოდ განათლების სამინისტრო ამ კუთხით გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. სკოლა 150 ბავშვზე არის გათვლილი. სკოლაში საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა. აღჭურვილია უახლესი ავეჯით და ტექნიკით. პრემიერის ინიციატივით და განათლების სამინისტროს ძალისხმევით ინტენსიურად ხდება საქართველოს მასშტაბით სკოლების გარემონტება, რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის და იმერეთის რეგიონისთვის. ამ ყოველივეს მაგალითი არის დღევანდელი ვაშლევის საჯარო სკოლა ხარაგაულის რაიონში, რომელშიც არის აბსოლუტური ნება იმისი, რომ წარმატებულად ისწავლონ ქართველმა ახალგაზრდებმა. ისრაელში რამდენიმე ცარიელი ავტობუსი აფეთქდა, დაშავებულები არ არიან. თელ-ავივში ტერაქტის ვერსიაზე მუშაობენ. ნეთანიაჰუ 1 საათში ბრიფინგს გამართავს და დეტალებზე ისაუბრებს. სავარაუდოდ ავტობუსებში ბომბები იყო დამონტაჟებული. ქვეყნის მასშტაბით გაცემულია ბრძანება, რომ შეამოწმონ ყველა ავტობუსი და მატარებელი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰამასის მიერ ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად პალესტინელი ქალის ცხედრის გადაცემა ენით აუწერელი ცინიზმია და ჰამასი ამისთვის პასუხს აკეთებს. მისი თქმით, ისრაელი მწვავედ აყენებს ყველა მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე დაღუპულის დაბრუნების საკითხს. სახალის განცხადებით, იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ 4 ცხედარს შორის შირი ბიბასი არ არის. ჰამასმა 32 წლის ბიბასის შვილებთან ერთად 2023 წლის ოქტომბერში გაიტაცა.